რას უყურე? ო, რაღაცა სერიოზული ფილმია და ჩამithრია. მართლა? ო, რაზეა? კარატეზე. ხო, კარატეზეა, ვიღაცა კუნთებიან ბიჭს მოუკრავენ მასწავლებელს და ესმედი შურის საძიებლად, გაიგე? კარატე, ხო? კარატე. ვა, რატო ჩემი მობილურით რეკავ? ხო. რაც გეკითხა მაინც რო აიღე, ხა? მინდოდა მეკითხა უბრალოდ იქ შოკოლადს ჭამდი და. ხო, რაღაცა გაუფუჭდა ეთყობა მან ხმა არის მის კარგად და. ხო, მართალია. შენ რა იცი დარეკე მანამდე უკვე? არა, რა დავრეკე, დავარდა და რო ავიღე მე. ჩაის დალევ? არა, პატარა, ჩაის, პატარა, ერთი სათხოვარი მაქვს შენთან რა. გისმენდა. რაღაც აი, ხო რა, მაგრად რა. აი, ჩვენი ამოვიტანეთ ახლა, თუ გინდა დალია რა. კარგი, აბა რას მეუბნები ახლა? ჩვენ ხო ენსახში ვთხოვთ ბოლო ახლობლები ვარ და რა გვინდა ახლა ეგეთი რაღაცეები, ჰა? კარგი პატა, ხო, რავი. ხოვე, აბა რა ძინებით? იცი რა მინდა ხო, აი, გავიცანი პატრულის ვნახე. და ისე მინდოდა გაცნობა, რომ ვერაფერი ვერ მოახერხე რა. ძალიან მომეწონა. ვა, რატი გიყვარს მორგილები? ხო, რა ვიცი, აბა. არა, აი, ვერ გავიცანი რა, აი, ვერაფრით ვერ გავიცანი, თან ჩვენობაში მუშაობს. მე ატეკი და დაპატიჟე. სა დაპატიჟება. რა ვიცი, საბე ჩვენს კვადრატში. სადე, მაგრამ არ მოდის რა. ხო. გასამოლი გენაცვალე მაგათ ისეთი ჟუშის შენობები აუშენეს? აგენაოლება იხუმრე. კარგი, რატი ხო რა მოგივიდა? კარგი, რა მოგივიდა? ხო, დაურეკო და ამოვა. რო დაურეკო, პატრო გოგონას რაღაცა ხო უნდა მოხდეს, არა ისე ტყუილად ხო არ დაურეკავა რა. ხო. ეგეც ვიფიქრე, ხო. ესე იგი რაღაცა უნდა დააშაოს, რომ ამოვიდეს, თუმცა მე კი არ უნდა დავაშაო, ვიღაცამ რა. ხო, ვიღაცამ რა, მაგალითად შენ. კარგი რატი ხლა? კარგი რა. დღეს? არა, რა დღეს? ხვალ. კარგი რა რატი რა. კარგი რა პატარა, შემისრულე რა და თუ გინდა წვენს ამოვიტან. ხუცა, წეგანა თუ წვენი ამოვიტანეო? ხო, მაგრამ თუ ამთხოვნა შემისრულეთ, მაგრამ ამოგიტან წვენს. რა იყო პატარა, რა მოგივიდა რა, ბოლო ამ სახში ერთად არ ცხოვრობთ, არ უნდა დავიხმაროთ ერთმანეთს? კარგი, ხო, კარგი, თანახმოვარ, კარგი. ურა ჯიგარი ხარ რა. დილისთვის რამე მოვიფიქროთ. კი, მე ხარ წავალ, დავიძინებ, ძალებს მოვიკრებ, კარგი, მიდი, მე ფილმის ყურებას დავამთავრებ, კარგი. თეკლა როგორ მეწოდები რა, სხვისი სიყვარულისთვის რეებს ვაკეთებ და საკუთარისთვის რეებს გავაკეთებდი რა. გემრიელი იყო ძალიან. მიდი ჭამი. რა ფუნია? არ ვიცი რაღაცა სისულელია თეკლა. რაღაც კარატის ბიჭზეა. მასწავლებელს მოუკლავენ, მე მიდის შურის საძიებლად. რა ვიცი და ნეტარ გამაგებინა ვინ უყურებს ამ. შენ უყურებ. ლაშა. ხვალსაღამოს ჩვენი ნიძლავის ბოლო დღეა. ხვალსაღამოდე სამსახურს თუ ვერ იშოვი, ერთი თვის განმავლობაში სახლის საქმეებს შენ გააკეთებ. ვიცი, მახსოვს. მაგრამ არც იოცნება მოგებაზე. ნახოთ. ნიკა, შენ ძილის დროა.
ლაშაბიძე მოუყეს ზღაპრები და დავიძინებ. არ ვიცი მე ზღაპრები. როგორ არ იცი ლაშა? მოუყევი როგორ იშოვის ბუდქუჩუნა ბიჭი ერთ დღეში სამსახურს. მართლა რომ ვერ მიშოვ სამსახური მე რა უნდა ვქნა? უნდა დავაზღვი. თეკლა. გინდა დაგენიძლავები რომ სამსახურს ვერ ვიშოვე. ბაშა, გინდა მე დაგენიძლავები რომ არ დაგენიძლავები რომ სამსახურს ვერ იშოვე. თეკლა. გინდა მე დაგენიძლავები რომ არ დაგენიძლავები რომ მე დაგენიძლავები რომ მე დაგენი კარგი ხო? კარგი, წავედი მე ავედიზე. წადი. ბიძია, სანამ სამსახურში იშოვი, რამე სოფლიო რეკორდი რო დაამყარო რამეში. რაში? მაგალითად, კოტრიალში. უყურეთი ამას შენ, კოტრიალში კი არა. ნიკა, კბილები გაიხეხე და დაწექი მიდი. გამარჯობა პალაცა. გამარჯობა ბატონო პროფესორო, გამარჯობა. კარგად, ხო გუგზავნებთ. არა მიშავს. ბოდიში რა, რაც ეს დღეები ვერ მოახერხე შენთან შემოვლა შაფის მისაღებად და იმედია უყურადღებობაში აჩვენე. არა. შემოვილი აუცილებელი. კი ბატონო, პრობლემა არ არის. ისა ბატონო პროფესორო, რა უნდა გითხრათ? მობილური უთო მაგნიტოფონი და კიდე რაღაცები გამიფუჭდა და რომ შეაკეთოთ, შეგიძლიათ რომ გააკეთოთ? შეარემონტეთ რა. სიამოვნებით, მაგრამ ეხლა გასაქცევად წყალი მაქვს დადგმული სოსისებში ხარშავ და არ მინდა გამისხდეს, ხო იცი არ მიყვარს გამსხლარი სოსისები. არო შემოვია რომ კი ბატონო, ხვალ იყოს. ჩემთან წავიღებ და გავაკეთე. კი ბატონო, არ არის პრობლემა. ოღონდ ცოტა იჩხარით ბატონო პროფესორო, თორე ცოტა დრო გაქვთ თქვენს და ამასაც არ პუნქტები ამბიც. ეს ყდება ბოლოს, ხო იცი? არა, ბატონო პროფესორო, მე გავაღებ ლაშა. შენ დღეს დაისვენე ხვალიდან იმდენი საქმის გაკეთება მოგიწევს სახში რომ დღეს დაისვენე. გამარჯობა. აი კაკლის მურაბა მოგიტანეთ. მადლობა. ეს ალბათ რაიონიდან არის. არა, გასტროლებზე ვიყავით გორში. და სპექტაკლის შემდეგ ერთმა თაყვანისმცემელმა ქალბატონმა მომართა სცენაზე. ნიკა, ასე მალე გაიხეხე კბილები. ყველა კბილი უნდა გამომიხსნა. აბა როგორ ახლა? ხო. კარგად ბატონო ფრიდონ. აი ლაშა მოწყენილი სამსახურს ვერ შეულობს. რას მეუბნები და იცი ლაშა, ჩვენ გვაქვს თეატრში ერთი ძალიან კარგი ვარიანტი. ხარ დაინტერესებული? რა თქმა უნდა ბატონო ფრიდონ, მოკლედ, დეკორატორი გჭირდება. ანუ დეკორაციები უნდა გავაკეთო? არა, დეკორაციები არის. შენ უნდა გაიტანო, გამოიტანო. არა, მე ისა ნიკას წავიყვან, ზღაპრებს მოუყვები, ისე კი ვერ იგზინა, ხო? აი, ბატონო ფრიდონ, არ გჭირდებათ ერთი კარგი მეზღაპრე თეატრში? მეზღაპრეზე გამახსენდა მაგარი. გავაკ ჩვენ. ვანში ვართ გასტროლებზე. თამაშობთ ჯოკერს. კერძელად პიესაა. არა, კაცო, ჯოკერს თამაშობ, ბანკოს თამაშობთ. ჩიტი ყავს სახში? არა. უსტონს რაღაცა და ჰუიმე, ჩემი ჩაიდანი. დამირეკავ მაგას რაჯობია. არასოდეს თუ არ დარეკავ კიდევ უფრო კარგი. მე კი არ გიშლინერებ, შენ მიშლინერებს. ფათია გამარჯობა. რაღაც უთხასიათი ხარ გეტყობა, ჰა? ხო. მე კიდე კარგ ხასიათზე ვარ, მალე დამიჭერენ.
აგის მოკლედ რა ხდება ახლა ერთ შენ მეგობას მოეწონა გოგო პატული გოგო ხო და ვერ შეხვდა ვერ გაიცნო გოგო და თქობა დამეხმარეო რამეში და მე ვთქვი დაგეხმარებით და მოიფიქრე ესეთი რაღაცა ეხლა მე გადავწყვიტა რომ ამდე წვრილმანი ხულიგნობა ჩავიდინო ხო ხტები წვრილმანი ხულიგნობა რა რომ მე ეს გოგო ამოვიდეს შენთან სახლში იქ ერთმანეთი ნახო და დაელაპარაკები და რაღაცა გაიცნობენ ერთმანეთს ხტები და მოა ჩავიდინო წვრილმანი ხულიგნობა მოკლედ და შენ ვიცხარ ახლა ვინმე ხო არ გაწუხებს რომ კი აი ბიჭმო ხაშად დამიძახა სადახარ აქამდე რატო არ მოხდიო წარმოგიდგენია სადღაც ყოფილიყავი პარ ამან ხო თათია რა არის ახლა მე მაგასთან რომ მივიდე ეგუნა შემომაკვდეს და მღუპაო ახლა ამოგივიდე კარგი სხვა რამეს მოვიფიქრეთ ხო კარგი ჩემთან შევკვეთავ რამეს კი ქვა გაქვს რა ქვა რიყის ქვა რამე მოძილი რიყის ქვა დაახლოებით დიამეტრი 15-16 სანტიმეტრი დაახლოებით არის აბა მოძებნე აბა რამე ნახე არის არა უშავს კარგი რამეს მოვიფიქრე კარგი არა უშავს რა გინდა დაიწყო ახლა რა თათია მომისმინე ერთი წუთი მე გავალე ახლა ხო თათია მომისმინე გავალე ხა თქვენს გოდით რომ გასაქირავებელი პარტია მომისმინე ერთი წუთი იმის ვიწერნა შავამცხოველ ახლა მე გაიგე და რომ შემოვალ ყავა დამოხვედრე ხო არ დაგავიწყე კარგი მიდი წავედი ის რა ლაპარაკები ერთი ბიჭია რას უზა ისე კი დაუმტრევ ცხვრბის ოღ თათია ერთი წვრილმანი ხულიგნობის შესადენად არ მივდიოდე რა არ გავყო რას ნიშნავს მაშინ მტკვარში გადავხტები არ გადახტე თქო რატო და ხო ხედა ვიცი ცურვა და მაინც გამოდიხარ ნაპირზე ყვილად უნდა დასროლდე და გაცივდე რა? არ ცალია ახლა, 10 წუთში დამერეკე და მე მეჩხუბე. საწავიდე. წვენიო მითხრა და რო არ არის ვის მიუტანო ახლა ეს წვენიო. ვაცა. თქვენ შეუკვეთავთ თუ ელოდებით ფილმეს? 20 წუთის წინ შეუკვეთეთ ჩვენ უკვე. მე არ უნდა მითხრათ თუ შეუკვეთეთ. მოკლედ თათია ვიტრინა ჩავამხვრე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის ხო? ხო და ეხა მომისმე ის გოგო თუ მოვიდა ნანაქვია იმ პატულის თანამშრომელს და მე სახში ავალ ხო? საიწერე თუ გინდა მე სახში ავალ და ჩემთან ამოვიდე სახში ხო ხდები? სახში ნანა ხო თუ რაღაცა გამარჯობა თქვენს გვერდით ვიტრინა ჩამსხვრეს ვიტრინას აქ შემოვიდა ხო არიცით რომელი ხო მაგრამ ნანა რომელი ხართ აჰა ესე იგი ელენეს ოთახი გამოვკავე რა დამჭა თეკლას ოთახი ეს ორი ოთახი ჭურჭელი სადილი აბაზანა ავიღალე აღარ შემიძლია ნიკა გიხვეწები ადექი მომეხმარე რომ მივალაგო რა სახლი რა ამცალი ლაშაბიძე მეცადინიო უი მართლა ლაშაბიძეს რო გეძახი ხო არ გწის ლაშადეიდა ლაშადეიდა იქნება რომ მოგწევ ამას ერთ ადგილას უყურეთ ამაში რას მეცადინიო ტელევიზორს ახლა მიშტერებული მე კი არა ტელევიზორია ჩემზე მოშტერებული რა ყოჩაღი ბავშვიაო რა კარგად მეცადინეობსო აწიე ფეხები გამოვგავო აწიე ფეხები გამო კაცო რას უყურებ ამისთანაც რო არ გესმის აწიე ფეხები გამოვგავო კონკიას უყურებ კონკიას უყურებ თუ კონკიას მეცადინებ რა ეს ტვერი კიდე საიდან გროვდება ამდენი ტვერი გაგიგია რა ისე მეტის ღირსია რა რატომ იცლავე თეკლას კი არა და ელენეს აი ოხლა შატორონჯაზე რა დღეში ხარ ლაშატორონჯაზე რა ინერვიულო ფიზიაში მოვადრო და გაგიფასდება ექშრომა მოვერთი დიდარი ქალბატონი ფეხსა-ფეხსაც,  მოგარგებს მე შეგიყვარდებათ ერთმანეთი
და იცხოვრებთ ტკბილად და ბედნიერად იმის ხარჯზე. აი, მაგალითიც გაქვს. ეხლა შენ მაგ ლაპარაკს გირჩევნი ადგე და ის ბალიშები გაასწორო. არ შემიძლია ელენთან მტკივა. რა მტკივა? ელენთან. სად არის აბა ელენთან, სად მტკივა მანახე? აქ. მანდ არ არის ელენთან, როგორ მტკივა? ხედავა შევიძია? ისე მტკივა რომ აქაც მტკივა. გეუბნები შენ მაგ მაიმუნობას მე გირჩევნია გაასწორო ეგ ბალიშები. უყურე ამას. გაასწორო გოგო კი არა ვარ. მე რო ისა რა ისა? იყავი მე გავა. მოვდანი ბადო შევწეთ. სალამ. ალო, როგორ ხართ? მე კარგი. მოვდანი შევწეთ. შევწეთ. ესა ნიკას ვასწავლი გოლფის თამაშს. ხო, აი გოლფი როგორ ხო ეს გოლფის თამაშს ვასწავლი ნიკას ხო. ესა ეს მეთქი ვისადილებ ხო და რო არ დავისვარო ხო. ხა ეს მედანიკა თამაშობს რომ ვითომ ვართ ფეხბურთის გუნდის მწვრთნელები. მანჩესტერის. ხო, აი მანჩესტერის და ვითომ ეს მაგიდ არის მოედანი, სტადიონი და აქ განლაგებებს ესე იგი ასე ვთქვათ. ხო, აქ არის თავდაცვა. ხო, აქ არის ნახევარდაცვა. აქ კიდე ეს თავდასხმა და უტევს ეს. უტევს. რა დაასხეს ამისთანა რომ რა დაასხეს რომ აღარ უტევს. კი, ეს ბუდა რატომ გახართ ბატონო? დაბძანდით მობძანდით ისა ხო? კი ბატონო, ახლა ვაშავიძია, ფრიდონი ბიძიასთან საუბარს რომ მორჩები, მე რაგბის კომბინაციები განვიხილოთ სამზარეულოს მაგიდან. რა ყოჩაღი ბავშვი. კი. რა სხარტი? სხარტია, კი სხარტი. კონკრეტულად და ლაკონურად ჩამოაყალიბა თავისი აზრი. კი, ხო. ახლა აქ კი არ არის მოსატანი, მაგრამ უცებ გამახსენდა. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამათ კარგი. კი, ხო. რა საკეთე? მე ის გამახსენდა, კაცი კაცსა შემოსთხოვნოთ. შენ კაცის უკაცრებოდ. ხომ არ იცით ვინ ჩაამსხვრია ვიტრინა? არ ვიცი. იცოდეთ, დანაშაულის დაფარვა თანამონაწილეობაა და ისწრება კანონით. მართლა? ეს იყო დედას გეფიცებით ეს იყო. მე დავინა. დიდი მადლობა. გამარჯობა. არა. მობძანდი ვაჟბატონო, მობძანდი. ოპერატიულობა გამიგია, მაგრამ ესეთი ოპერატიულობა არ შეიძლება ხალხო. გამოგივიდა, გავიგე. რა ხით? თქვენი საბუთები აგი ერთი წუთით. თქვენს კვადრატში ხო მუშაობს ის რა ქვია? ნანა და სად არის მეთქი ეგ ნანა? დღეს არ არის საბუთები. დღეს არ არის. ხო და მე რომ მოვა მე მოდით რა პრობლემაა მე აქ ვიქნები ხო? აბდანდი ძან. მგონი ფხიზელი არ უნდა იცეკრა. არა, ას ლაპარაკობთ, არაფერი არ დამილებია საერთოდ, აბა საიდან მოიტანეთ. მარტაგელებია? აჰა. კი, მაგრამ მოქალაქე რატომ ჩაამსხვრეს ვიტრინა? პატრული რომ მოსულიყო. დარეკვა არ გიცდია? ბატონო, 112-ზე დარეკვა არ გიცდია? ეკითხები და სერიოზულად მიპასუხე. თორე სერიოზული პრობლემები შეგექმნება. რატომ ჩაამსხვრია ვიტრინა? სპეციალურად. შურის ძიების მიზნით ხომ არა? არა, სიყვარულისთვის. სიყვარულისთვის. ნარგოლოგიაში უნდა წავიყვანოთ. ძალიან ხიარული ჩანს ხო? აბა რას ლაპარაკობ? აბძანდი. ერთი
ხელები გორკილები უნდა დაგადოთ. კი ბატონო, გასაგებია, დავზანდით ერთი წუთი. სადგეში ხარებათ რა მოგივით და სადგეში დავზანდით ერთი წუთი, დაგპატიჟებთ დასალებზე ლუდი, ვისკი, აგიხსნით. ხო, დავაწყებებ. რას? ვიტრინას. ხო, დავაწყებებ. ლაშასთან ავალ, წებოს გამოვართვებ. ბოლო ეიფელის კოშკი დააწება, მაგრამ ვიტრინას ვერ დააწება. ეიფელის კოშკი დააწება ლაშამ. კი. შევხვებით, პიზის კოშკი ხო არ წამოაყენა. არა. გამოდი. გასაგებია, მაგრამ წამოვალ, მაგრამ რა ხდება, ვერ გავიგე. 20 ყუილატვის ვიყავ ხო? ხო და იმ ჯარიმასაც გადავიხდი. გადაიხდი, დაახლოებით 4000 ლარს. 4000 ლარს? ხო, აბა მაშინ რა პრობლემაა, წამოვალ აბარასში. დამთი. ისა თათია, რა ქვია, ჩემს უთხარი, როის, რა ქვია, სადმე საღებავი შოვონ და კედელზე წააწერო, სადმე თავისუფლება პეტოს, გაიგე? თათია, კრიკას უთხარი რომ დამელოდოს. ნუ ცოტა ხნით მაინც დამელოდოს. აგი რა მოიჩენეთ, წამოდით აბა ერთი რა გინდა, ხო მოგიდა. თქვენ გეგონათ მე ვალაგებდი? კი. რა მიგვირდა რა კაცის საქმეა სახლის დაალაგება მე? ხო, აბა მე არა ვალაგებ. ხო. არა. შენ ის ხო გახსოვს რა ქვია? სერგო ბუნაძე ხომ გახსოვს? სერგო ბუნაძე. სერგო არაჩვეულებრივი პიროვნება სერგო ბუნაძე. რა მკითხა ერთხელ ისი? არა, ბუნაძე კი არა, პაპავა. ხო, ბუნაძე პაპავა მე სამე მეკითხება. პაპავა. ფრიდონო, მარტო ცხოვრობ, მარტო და სახლსო როგორ ალაგებ? რა უპასუხე ისი? არ დამთავრებულა ეგ? არ ვიცი. საიდან გეცოდინებ ხო? მე უპასუხე. კაცი სახლს იმიტომ არ ალაგებს, რომ არც ურევს მეთქი არა. ხო, მაგრად უთხარი, ხო მოგეწონა. გამარჯვება. ხოდა, რატომ ლაპარაკობ ახლა ამდენს? სარეცხის მათეთრებელი არა გაქვს, როლისთვის მჭირდება. რისთვის? როლისთვის მჭირდება, უცნაური როლი მაქვს რაღაც. სარეცხის მათეთრებელი როლისთვის. როლისთვის მჭირდება. როლისთვის. ფეგურთი. მოგართოთ ახლა. აი აქ არის სარეცხი მათეთრებელს როლისთვის აქ ვინახავთ ხოლმე. ხო, და დიდი მადლობა. ასრაული როლია. კი. გაგით ნახავთ კარგად ბრძანდებოდეთ. ოხანიკა. გეხვეწები ადექი მომეხმარე გამივალაგო. ელერე მოვასწრა ადექი გეხვეწები ადექი. კარგი, მაშინ ვითამაშოთ და თუ მოვიგე არ მოგეხმარები. თუ წავაგე მოგეხმარები. კარგი, ვითამაშოთ. რა ვითამაშოთ? რატა ვინ უფრო დაბალია? მოვიგე, არ გიხმარებით. კარგი რა ნიკა რა, კარგი რა. არა, რაღაცა უნდა მოვიფიქრო რა. მე საშემილი ახლა ამდენი დავაგებად და ის მოვიფიქრე. ელენე რომ მოვა, ვეთქვი ვითომ სამსახური ვიშოვე. კი, ეგრე ვეთქვი. იცი რა შეძავ ნიკა? ნოდას მე რო ასესხე იმპულს გამოვართვე. ნელა გამოვართვე. ყოველ თვეში და ვითომ ხელფასი მაგან 1500 ლარი. რას ვერ ჩემინება არ არის? კი, ეგ კარგად მოვიფიქრე. ხო კარგად მოვიფიქრე, მიხვდება რა ეს? კი, კარგი აზრია. მიდი მანამდე სამზარეულო დაავალე. ვერ დავალაგე. დაღლილი ვარ ახლა მოვედი სამსახურით. სადახარ პაპა ამდენ ხარ სად რატომ ანერვიულებ? კარგი რა, რატომ ანერვიულებ? ან დარეკე ან როგორ დარეკავს ტელეფონი აქ დატოვა ვინმე პატა ახალ სახში კარგი წავიდეთ მაშინ მე ამ აპარატურას და გავაკეთებ ჩემთან და ამოვიდეთ
სადღაც მგონი სანდაძელი. ალო. პატრულია? გენაცვალე ვიღაცა შემოვიდა ბინაში, ქურდი. მალე მოდით რა. დიახ. როგორც იქნა, რა ოპერატიულად მუშაობთ. რა კარგია. ბინის პატრონი თქვენზადებით? არა, მე ოთახირავ, ბინის პატრონი გასულია. მართალია, პატრონი გასულია. ესე იგი იცით რომ გასულია. ტიპიური ძარცვა. ვერ მოგართვი, ქურდო. ამხელა კაცი ხარ და რას კადრულობ? ერთ ქურდი კი არა, პროფესორი ვარ. მით უმეტეს პროფესორი კაცი ხარ და რას კადრულობ? თუ ქურდი არ ახარ. აქ რა გინდა? აქ ამოვედი ეს ნიუცები უნდა წამეყო რა. დაგეღო. მე დაგეკეთებინა და დაგებრუნებინა რა. დიახ. ბოჭო, ვეხურება ბიჭი. იცით თქვენ ჩვენთან გაყოფილებაში წამოხვალ, იქ წყლის მადუღარა გვაქვს გაბუჭებული და იქნებ გამირემონტოთ. აგრეთ ხურო. იქნებ მალე წაიყვანოთ, პატრული უნდა მოვიდეს და. პატრონი უნდა მოვიდეს, ცოტა ისეთი ბუზგუნა ბიჭი არ უყვარს არეულობა, ხმაური. თავს გვიშლის გამოძიებაში. თქვენ კი გამოყევით. აუცილებელია რომ წამოხვა ეს ძალიან. მაშინ ეს ნიუცები მაინც ჩამატაინებს. ისევ ხუროს. გონი ფიზელი არ უნდა იყოს, იცი? ფიზელი როგორ იქნება ბატონო, აი ფიზელი გააკეთებ და მას. ხელს გვიშლით ხო? ხო გაგაფრთხილეთ. ნასვამი ხარ? არა ბატონო, არ სვამე საერთოდ, აქ შემოდივარ ხოლმე საბანაოდ, ადრე მეზობელთან? ო, მე ამათ მეზობელიო. შავალ გადავამოწმე. ის უკაცრავად. დიახ. იმ მეზობელთან რატომ აღარ ბანაობთ? იქ ყვაური ზრდი. აივანზე. ბალანსი რო დავიცი. იცით რა არის ბატონო, მე ახალგაზრდა კაცი ვარ, სული საერთოდ არ მყავს. გოგონას ველოდებოდი, წუთი-წუთზე უნდა მოსულიყო. ამ დროს ესეთი ამბავი მოხდა. ხელს გვიშლით. მითხარით მე. მოკლედ მეზობელს ვკითხე, ფრიდონ შვანგირაძეს და საერთოდ არ ვიცნობს. ფრიდონს. საღიო ფრიდონ შვანგირაძეს? აუ, ეგ ოყოჩებში პედიატრს თამაშობ? მე ეგეთი არაფერი არ ვიცი. ხედავთ, როგორ არ გცხვენია, ამხელა დამსახურებული კაცის კორპუსში ცხოვრობ და რას კადრულობ რა. როგორ არ გცხვენია და დროზე წაიყვანეთ, აქედან ამის დანახვაც არ გავაკეთე. სერგო, როგორც ჩანს, ნარკოლოგიურში უნდა გადავიყვანოთ. ამბობს მეზობლებთან დავდივარ წლის გადასავლებათა. თან რაღაც ყვავილს ახსენებს. დამოყევით. დავიდეთ. გადაგზავნებოდეთ. ნახონდის. უბრალოდ ერთი ზარის უფლება ხომ აქვს? ვისარგებლეთ. გამარჯობათ ბატონო პარმენ. რა? სხვაგან მოხდა. კონკრეტარი ფიზელი არ არის თქო რა. თა საერთოდ რო არ ნერვიულობს. დავადე. კარგად. ყოველ წყალი დამალევინე რა. პროფესორს პირიც გაუშვი. არა ეს ნერვიულობ და წყალი იმიტომ მინდა, პირი იმიტომ გამი. ნუ ნერვიულობ, გენაცვალე, ესენი მოგხედავენ, კარგად მიგიყვანენ, კომფორტულად. არაფერზე არ იმენ, ეხლაც მეგიშლით ხე, ეს კაცო. გამიშვით არ ვარ დამნაშავე, გეუბნები, გამიშვით, კაცო, ყელი გამიშვი, აღარ შემიძლია, კაცო. გამიშვი რა ყელი რა, წყალი მომიტანეთ, ხალხი არ ხართ, რა გჭირთ, ვერ გავიგე. თქვენ გონიათ მე უპატრონო ვარ, არა, ისეთი ხალხი მყავს, აი რომ მომაკითხავენ, მე ნახავ თქვენ, რომ მომაკითხავენ და წამიყვანენ აქედან. აი მე ნახავთ, ვისაც ვიცნობ. ვე, ბატონო პროფესორო, მომაკითხეთ უკვე კაცო. ხო გითხარი, მომაკითხავენ მეთქი და რა. ეს და ვიჭირეს ვარ რა.
მეც დამიჭირეს ხო ბატონო პროფესორო და გაგვიშვით ხალხი ერთხელ გაგვიშვით რა ხდება ლეგა ბატონო პროფესორო მოდი ვიწუწუნოთ იქნება ლაშაც მოიყვანო გასო შენ რაღაცე დაგიჭირეს ბატონო პროფესორო ჰა ისე დაფიქრდი როგორ არ ხდება ერთმანეთს დაგიჭირეს და პროფესორო მაგრამ რა სიზავა ბა თუ ყველა დამიჭირეს პატა მართლა ხო ენის გაფურდოთ შენ ეს ყველა დამიჭირეს ბატონო პროფესორო მინა ჩავსხვიე მინა ვიტრინე ჩავსხვიე ისე და მოვიდნენ და ესე სხვა პატრული მოვიდნენ დამიჭირეს აი ესე ყველა დამიჭირეს ესე შენ არ დაუჭერებ ხოლმე და შენს პატრულის მანქანით მოგიყვანეს? ხო, ბატონო პროფესორო, რა მანქანი ყოფილა შიგნიდან, რა? ვიტერიცა უკოპიეს, იარაღები. კი. მაგარია. ხო, ბატონო პროფესორო, ხო. კარგი დავანებო თავი ხარ მანქანას და რაღაცებს. რა ვიღაც ხურდავდიო, სახლს ხურდავდიო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ამიხსნეს, შენი ბინის ძარცვაში იმედება ბრალ. არა. გაუგებრობა მოხდა. გასო შენ რომ თხოვე გუშინ ამოდიო, მაგნიტოფონი დაიფუშა, ფაილი დააკეთე. კი. ამოვედი ვაგროვებდი ერთ ადგილზე და არ ვიცოდი ბინა გაგიქირავებია თურმე რა და ის ბიჭი რო არ შენთან როწყოს, ხო იცნობ რა ქვია. რატი როგორ არ ვიცნობ ბატონო პროფესორო? ხო და მაგრამ რატის გონები რომ ქურდი რა. და გამოუძახებია პატრულისთვის. და დაგიჭირეთ მაგაზე ბატონო პროფესორო? როგორ მეწოდები ბატონო პროფესორო, როგორ მეწოდები ახლა ხა? მე ალფა უფრო მეწოდები. ალფა რატო? ისიც დაიჭირეს? არა. შენთან რომ ამოვიდო, ალფა ჩემთან დავტოვე, სანამ ჩამოვამეთქი ლობიოს ამოურიე მეთქი რა. აი. ბატონო პროფესორო, ჰაიმე, აი ახლა მივხვდი რაშიც არის საქმე ბატონო პროფესორო. რატი მაიწერა თქვენ ვისაც ლაპარაკობთ, ჩემთან რო ხოროს, კი, იმან დააჭერნა ჩვენი თავი, ალბათ. და გეტყვით რატო ახლა? ჩემი თავი იმიტომ დააჭერინა, რომ ჩემი სახლი ჩაიგდოს ხელში. თქვენი თავი იმიტომ დააჭერნა, რომ ჩემთან აღარ შემოხვიდე ჩხაპის მისაღებად. და ბაბუა რომ ჩამოვა, ახლა ალბათ მივა და ეტყვი ბაბუას რომ გამარჯობა, მე შენი შვილიშვილი ვარ და ჩაიგდეთ ჩემს ბინას ხელში. მაისა და ბაბუას რატო ეგონება რომ ის მართლა მის შვილიშვილია? კარგი ბატონო პროფესორო, დეტალებს რა მნიშვნელობაა? ცოტა მათადე რა ნერვიულობა კაცო. ეხ ბატონო პროფესორო, რას თამოთახიანი ბინა გავკარგე, ჰა? ოროთახნახევრიანი. როგორი ნათელი ბინა იყო? მზე არ ხდებოდა წესიერად. შეხვიდული გესიამოვნებოდა. ძველი რემონტი იყო. ვა, კიდე? საფულში დახუთული, ზამთარში ცივი, მილები გამოსაცვლელი, ელგაყვანილობა უარგისი. ხალხო, შამპანური მომიტანეთ რა ბინა დავკარგე და უნდა ავალოს. არაუშავს, კარგით, არაუშავს. ზის ალბათ ეხლა ჩემთან სახლში რატი და არის შემოსახში შემსაყოზე წამოწოლილი, უჭირავს ხელში ჩემი პერანგები და დასინის ალბათ რა. უხრატი. ვერთხზა? რა თხზაო ბატონო პროფესორო, აბა მაგით რომ ახლა რა თხზაო? მე ლექს თხზავდი და დაბოლოება მქონდა მოფიქრებდი. მართლა? გაგით აბა დააბოლოეთ, ვიდით აბა. უხრატი. ცხოვრებაში დაგჭირდება ბორის პოსტულატი. ბატონო პროფესორო, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ხა როგორ გავიდეთ ჩვენ აქედან, ჰა? მე ვიცი. აბა, ეხლა არ დაიწყო, დროის მანქანა უნდა გამოვიგონოთ, აქედან გავიპარო და რაღაცეები მე გავახციო და რაღაცა. არა, რა დროის მანქანა. აბა, ადვოკატი ავიყვანო და ის დაგვიხმარა. კარგი, ბატონო პროფესორო, მაგნიტ რო გვაქვს ახლა ჩვენ, რა ადვოკატი ბატონო პროფესორო, რა მოგივიდა 1 წუთი დამაცადე რა. დამაცადე 1 წუთი. ბატონო უყურე ხა ბატონო პროფესორო, მოდი ახლა შენ ცირახეთი თავი მოიმკვდა რომ იმიტომ სულად ხარ გაიგეო მოგვახსენო ყურადღება მიდი. ვაი რა საკეთე? ვიხო წნევა მაქვს მაღალი და ცუდად თავა.
ადექი მამწვევი ბატონო პროფესორო მე ადექი არა სინქრონულ ცურვაში ბადალი არ აყავს პოლონეთს რა დედამ მოვდივარო რა? მოდი დაჯექი ახლა ესე იგი ელენე რომ მოვა ვიქცევით ასე მე დავიწყებ და შენ ამყვები როცა საჭიროა გასაგებია? ხო მე ვეთქვი რომ არც კი ველოდებოდი ისე დამირეკეს სამსახურის თაობაზე თქო და კლინიკაში შემომთავაზეს სამსახური ხელფასი მეკრება 1500 ლარი თავიდან ხო თავიდან 1500 ლარი ხო მიხვდება? არა მგონია, მაგრამ რო იცოდე ყოველ შემთხვევაში ცოცხლია იმაზე. ცოცხლია მე შემერაფიქრე. ელენე მოდი და ელენე. ლაშა. ხო. არ დაგილაგებია. არა. ელენე მე შენთვის მაქვს არაჩვეულებრივი ამბავი. ვიცი ლაშა. საჭმელი გაამზადე, სარეცხი დარეცხე და ახლა იწყებს სახლის ლაგებას. არა ელენე. არა. სამსახური ვიშოვე. მაწყვებ. Transcript როგორც კი წახვედი ელენე იმ თვითონ დამირეკეს მე არც კი ველოდებოდი შემომთავაზეს სამსახური კი არ მჯერა თუს კი არ მჯერა ჩემი თუ ჯერ აგერ ნიკას კითხე ნიკა კიდე მე გაკვეთილები მიმეცადინე ლაშაბიძიას ჩავაბარე მითხრა ყოჩაღო უირა კარგად გისწავლიო და ზუსტად მაშინ დაურეკეს კი მაშინ დამირეკეს და რა სამსახურია ისევ კლინიკა უცხოელებთან კერძოდ იტალიელებთან ელენე კი არაჩვეულებრივი პირობები არაჩვეულებრივი გადასწარები რა ხელფასი 1500 ლარი თავიდან 1500 ლარი ნუ როგორ გითხრა რა გარემონტებული კაბინეტი არაჩვეულებრივი ესე სულიად ახალი ტექნოლოგიები არაჩვეულებრივი ხედი იყავი მისული არა ელენე მაგრამ შენ იტალიელების კუდაბზიკობის ამბავი არ იცი იმან კარგი ხედი თუ არა კი ამუშავე შენ იტალიელმა დაგირეკა? კარგი რა ელენე რა დაგემართა შენ იტალიელს მე რანაირად დაველაპარაკებოდი მე დამირეკა ქართველმა წარმომადგენელმა იტალიელების და უფროსი ვინ არის? უფროსი კი უფროსი არის იქ უფროსი ვინმე იტალიელი ფეხბურთელი დედა ვერ ერკვევა ფეხბურთში ლაშა რაო რა მითხარი ვინ არისო უფროსიო? ფრანჩესკო ტოტი ეგ ფეხბურთელი არ არის? კი ელენე ფეხბურთელი მაგრამ რა არის ელენე ეს გვარი ძალიან გავრცელებულია იტალიაში აი ჩვენთან მაისურაძეები ხო არის გავრცელებული ხო და იტალიაში ყოფილა ტოტები ოჩახლაშა აი არ მეგონა ლაშა დღესდილად ისე გეზარებოდა დალაგება რომ ვიფიქრე რა ბოთია ის მაინც მოიფიქროს რომ ვითომ სამსახური იშოვა და სასალად დაალაგებს თქო ნიკა მოდი უგენრიელესის სენდვიჩები მოვიტან ჩემი სამსახურის ბუფეტიდან ბოთე ვარ კი ბოთე თეკლაც მოსულა რაშები დაიღალე დავაგებით და ისვენებ ხო არა მე მაგ არაჩვეულებრივი ამბავი შენ მეც მაგ არაჩვეულებრივი არა ჯერ მე დავიწყე არა ჯერ მე ლაშას მართლაც არაჩვეულებრივი ამბავი აქვს ლაშა დაი სამსახური ვიშოვე 1500 ლარი თავიდან გიოცა ლაშა მეც რაღაც ეგეთი ამბავი მქონდა სამსახური გიშოვე რა სამსახურში რაღაც პატარა ვაკანსია იყო და ჩემს უფროს დაველაპარაკე და არის ისეთი კი არაფერი 1000 ლარი გექნებოდა მეტი კი არა 1000 ლარი არაჩვეულებრივი ვარიანტი ელენე აი არაჩვეულებრივი ვარიანტია მე თანახმა ვარ თეკლი კარგი ლაშა რას მაიმუნობ ნუ სტომატოლოგიური კლინიკა უფრო კარგია თანაც შენ თქვი რომ უფრო პერსპექტიულიაო თანაც ხელფასი 1500 ლარი თავიდან კი ელენე მართალი ხარ თავიდან 1500 ლარიო მაგრამ მე დაგაკლებთო დაამრაფინდე
ისეთი აღელვებული ეს კი რაც მოვედი სულ ხუმრობ. არა. კარგი, ალაშა გილოძა, ნუ კლინიკა რა თქმა უნდა უკეთესია. ისე როგორ მეგონა რომ ვერ იშოვიდი სამსახურს. რა ტყივა დავყარე ჩემს ოთახში ის ქაღალდები. რა? დავაზო მე ავალაგებ. ელენე. შეხედე როგორ ეწყინა თეკლას. რომ უარს ვეუბნები რა. არა მე იცი რა ელენე, მე ვერ ვაწყენინებ ჩემს თეკლას. უარს ვეწყი ფრანჩესკოს. რას ამბობ, ლაშა? რას ამბობ? ნახე როგორ გაუხარდა თეკლას. კი ბატონო, შეიძლება გაუხარდა, მაგრამ ეხლა ელენე მომისმინე, ის უფრო არ გაუხარდება თეკლას მასთან ერთად რო ვიქნები სამსახურში. თან ეხლა შენ ძალიან კარგად იცი ელენე, რომ როგორ მიყვარს მე თეკლას დასავით მიყვარდა. მიხედავ კაცო, გოგოს იქვე ვიქნები, რაღაცა იქნება, ვინმე რამე რაღაც არ უცხო და რაღაცა არ ხდება. ეს ვარიანტი არ გამორიცხვა. ლაშა ხანდახან მართლა ძალიან სასაცილო რაღაცებს იწვევ. ხანდახან. იზია, ორივე გამოიმუშაო. აი! რა განათლებული თაობა გოლის რა განათლებული თაობა როგორ ახსნილი გონება რა გაქვი მართალია ეს მოშ მართალია ორ შაბათიდან პარასკევის ჩათვლით ვიმუშავებ თეკლასთან შაბათ-კვირას ფრანჩესკოსთან ლაშა რას ამბობ მარტო შაბათ-კვირას როგორ მიხვალ ელენე მე ისეთი სამსახური მაქვს იქ შაბათ-კვირასაც რო არ მივიდე ხმას არავინ დავწევს კარგი ლაშა გეყოფა ეს სულელური ლაპარაკი მიდი ივახშმე არა არ მინდა ისეთი გახარებული ვარ მე ისეთი გახარებული რომ ბუკმა არ გადამდის ყელში იყავით მე გავახებ აბა როგორ ახალ გენაცალე რა ხდება ახალი კარგი ეს ალბათ ელენია გამარჯობა ელენე გენაცალე რა კარგად მოწყობილთან დათხოვიათ ელენე ჩემო საყარელო ერთი რამე დაიმახსოვრე ჩემგან და არასოდეს არ დაგავიწყდეს სკილოს ხორთუმი გენაცალე ყოველთვის ხანძრისკენ უნდა კონდეს მიშვენილი რომ ბარაკა შემოისრულოს ეს იყო რა შეიძლება როგორ ახალ ხანგულყიყლი ხო ჭამდა როგორ იქნები? ჭამე იქნება დაგადგეს საშელი. აბა მოკები ახლა რა ხდება საფრანგეთში სიძვირია? გააჩნია სა. აი მაგალითად სუვენირების მაღაზიაში. არც ისე. მე ჩამოგეტანა რაღაცა ჩემთვის შეგენაცალე რა. აი ვიხუმრე მომსყარი მაქვს ენა ხო იცი? აბა რა ხდება ლაშა როგორ ახარ? დავიცი მე რაჭის და სამსახური იშოვა და ცოტა აღელვებულია. ახლა სამსახური თუ იშოვა სამსახური იშოვა სათიშოვე ბიჭო სამსახური სათიშოვე შე სამსახური არ მიშოვნია არ მიშოვნია შემომეშოვნია შედი იმეცადი. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ამას თუ გამიკეთებდი, ნუ მიყურებ თვალებში, როგორ მიყურებ? არ ვიცი, ამას თუ გამიკეთებდი, ვერაფერს არ წარმოვიდგენი. კარგი თქვენი მეც რომ ნახე დროებითი სამსახური და არ გითხარი შე. რა? კარგი თქვენი. და რაც გამიკეთე, როგორ მაკარდე? ერთადერთ მეგობარს, როგორ უნდა შემომხედო თვალებში, როგორ მეტყვირო, ვალი დამიბრუნებლა, ალბათ 11 ვერაფერს. ნუ და გამარჯობა, როგორ ხარ? რო შენი მტერი და დამაწყევარი, გენაცვალე მე რო ვარ ეხა, როგორ უნდა ვიყო? ერთადერთი მეგობარი რო ამას გაგიკეთებს, დაგღუპავს და დაგაქცევს, თვითონ სამსახურში შოვის აიწყობს ცხოვრებას პირველი მეორე და შენ დაგღუპავს და დაგაქცევს, აგიხსნი მეთქი ყველა. შენი აქცნილი და ნოდა, იცი რა, ჩემთან სამსახურში ვაკანსიაა და თუ კიდე ჩემს უფროს არ დავაყარებ. მერთო, ხარ, აი. ადამიანები თითოეულმა მაინც არსებობდნენ ქვეყანაზე და კაცობრიობის ისტორიაში. რა გავაკეთო მიმსახურე, როგორ გადაგიხედო სიკეთე და პატივისცემა. კარგი, ნოდა რა გადაგიხედო. რაც ქვია, კარგი, ნოდა მგელაძე კუბოს ფიცრამდე არ დაგივიწყებს ამ პატივისცემა. შენ გენაცვალე ძველი დულბრო თუ მობრუნდა, წამოვალ შენ კარზე და მოურავად ვიმუშავე და თუ არა და რაც გინდა სულო გულო მთხოვე მიმსახურე საცერით უნდა ბატონო ჩვენ ქორწილში წყალი. მისმინე ახლა როდის მოვიდე, რომელ საათზე მოვიდე, სად იქნება დაწესებულება ხელფასობის ფუნქციები. ნოდა მე წავალ დავრეკავ გავარკვევ და გელოდები აქ. კარგი, არბით არ გაფცე ხმართა მენახო. ხარ. ნუ ვიცროლა მომძალი ხო. გამარჯობა.
ლაშა, შენთვის ისეთი ამბავი მაქვს, თენი ცხოვრება ჩემი მადლიერი იქნები. ვითო? დედა, რამდენჯერ უნდა გითხრა ელენა, რომ ამის ხორტული უნდა იყოს ფაჭერაჭერა შეისრუტოს ბარაკა. იო, უკვე შეისრუტა ბარაკა და ახლა აქეთ ვიშვებს, აქ. ძენი ქალია ეთყობა ბძენთაბძენ. იცი. ასვამობდი. ლაშა, მოდი, ლაშა დაჯექია. ლაშა, შენ ხო იცნობ ჩემი ენზარის მეგობა კუკურის. კუკურის როგორ არის? ხო და კუკურის ბიჭი მუშაობს სადღაც ოფისში, რომელსაც შემოაქვს სამედიცინო აპარატი. მოვიდა ეს ბიჭი და თქვა რომ ვიღაცა გაუშვეს და ვაკანსიაო. რა? მართლა? იქ დაპირ შენთან გამოვიქეცი. სტურუები არ დამიხდნენ სახში და შენ გამახსენდი მაშინვე ლაშა. აი, ძალიან დიდი მადლობა, ნუნუ ბიჭოლა, ძალიან დიდი მადლობა, ნუნუ ბიჭოლა. ალბათად ნუნუ ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ახალი სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა. ლაშას დღეს დაურეკეს. კარგი რა. მე მიხარი თავის დროზე ამ ხელა რომ გამომაგწუნეთ აქ. აქ თეთრი ორჯერ ჩამიყვება მიგტმა. რაზარალი გინახია საბატონო რაზარალი კი არ გისმენდით მაგრამ შემთხვევით მომესმენინა რომ რაღაცა სამსახური გამოჩნდა ვაკანსიაო ნოდა მომისმენე შენ ხო გაგეხლა რაღაცა ვარიანტი და დააცადე ადამიანს მე ლაპარაკება პატივი უნდა მცეს რომ მე თუ მაგ შენს გაგდა მე მყავს ნათესავი ერთი ვასიკო რომელიც უმუშევარია და მისთვის მინდა სამსახური ბატონო ვინ არის ეს ვასიკო არ ვიცნობ მე აი ეგეთი ხარ შენ რომ ჩემი სისხლი ხორცი გარებიცაშვილი ვასიკო მგელაძე არ იცი შენ ვინ არის აი მგელაძე ხო დედა ვისი შვილია სევერიან მგელაძის აი ხო რას ლაპარაკო? ჩემი ვებზარის დეიდის ქმარის მგელაძე. შეგათხე რომ მგელაძე გერია სისხლი მგელაძეები შენ გენაცალება. მე მგელაძე ვარ, ნოდარ მგელაძე, რო ის დაიმახო. მეუბნები დედა. ნოდა მომისმენე რაღაცა საუბრობთ მე და ნუ ბიჭოლა და იქნება რაღაცნაირად დაანებო. გვათხარ ბატონო. მგელაძეები და დახვეწილი ინტელიგენტი ხალხი. ლაშა, ჩემი მზარი მინდა შენთან მოვიყვანო კლინიკაში და ალბათ ნახევარფარში უმკურნალებ ხო? რაც არ უნდა იყოს. შენი მეგობრის ნათესავს ვაწყობ სამსახურში. იზას. კი, ხაბარაში. ისეთი ოქროსავით ბიჭი ხარ. იმ ნახევარსაც ხო დაგვაცდი. სადივიქტორ დედაიზები აქ არა. გასაკადრისია კაცბარას. გელაძები პატარა გვარია, მაგრამ ერნი ვარ. ვისი არის საჯიში საქართველები? გელაძე. ლაშა, რა უცნაური დღეა რა? დღეს ყველა მიშოვა სამსახური. ყველა? ავიდნე. ნუ ნერვიულობ ვიზია შენ. მე მაინც დავაყენებ მაგუძარა შვიდზე. რა მინდა? არ დაგაგვიანდეს ფრანჩესკოსთან. საქართველო მეკიობა მომისია გესახმა სიმართლის ბოლაში სიცოცხლისთვის თავგაწირავს პოლიცია დღე და ღამე უნდა ვიყოთ ფორმაში რაზვერით ვიცი ბატონო პროფესორო რომ ეს სიმღერა არ უხდება ამ სიტუაციას მაგრამ რაც უხდება საკანსის იმე აკრძალეს გენაცვალია მაგრამ რა უხდება ეგ რა სიმღერაა ეს არის პატრონის ჰიმნი იქნება გული მოულბო და გამიშვანგა იგივე გამოდით თავისუფლებით ოიც ჩემას იმღერა დაგაწყდა რა არა ამაზე გაირკვა რომ გაუგებრობა იყო თქვენზეც იზრუნეს უკვე მართლა და ვინ ბოდიში ბიჭო რა ძალიან დიდი ბოდიში და რაღაც გაუგებრობა მაქვს მე არაფერს შორში არა ვარ ხრატი შენ რა გითხარი რა კიდე ვიფიქრე რომ ისა ბატონო პროფესორო გაიცანეთ ეს რატია ვის შენი თავი დააჭერინა ხო და ვინ ვინც გამოგიყვანა კარგი ხო კარგი ის აქვს ნატურად სიმციმები და არ შეწუხდეთ გავაკეთე უკვე